გამარჯობა, დღეს ხუთშაბათია, რაც იმას ნიშნავს, რომ BMG TV-ს ეთერში გადაცემა რედაქტორის დროა. მე მისი წამყვანი და BMG-ს რედაქტორი ვიქტორია მღებრიშვილი ვარ. დღეს გადაცემის სტუმარი ცხოველების საკვების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანია Nutrimax-ის მმართველი პარტნიორი ბექა ბექაია იქნება და მასთან ერთად ვისაუბრებთ ფერმერული მეურნეობებისთვის ხარისხიანი კომბინირებული საკვების ხელმისაწვდომობაზე, კომპანიონი ცხოველების კვების ადგილობრივ წარმოებაზე და Nutrimax-ის განვითარებაზე ქვეყნის შიგნით და გარეთ. ინტერვიუს დაწყებამდე კი გეტყვით, რომ საქართველოს ძირითადად ცხოველების საკვებად გამოსაყენებელი პროდუქტების იმპორტიორი ქვეყანაა, თუმცა ქვეყნიდან ამ საქონლის ექსპორტიც ხდება. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით 2024 წელს საქართველოს 47 მილიონი დოლარის ღირებულების 34519 ტონა ცხოველისთვის განკუთვნილი საკვები შეიძინა, რაც 2023 წლის მაჩვენებელ ღირებულებაში მცირედ აღემატება, ხოლო მოცულობით მცირედ შემცირებულია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს საქონლის შეძენა მცირედ გაუძვირდა. რაც შეეხება ექსპორტს, როგორც აღვნიშნეთ, ის იმპორტს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. 2024 წელს საქართველოს 15702 ტონა ცხოველების საკვების პროდუქტის ექსპორტით 7.621.000 დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2023 წლის ექსპორტის ღირებულებას 34.4%-ით, მოცულობას კი 23.1%-ით ჩამორჩება. უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროდუქტის ექსპორტი 2022 წლამდე მზარდი იყო, თუმცა ბოლო 2 წელია კლების ტენდენციით შეიცვალა. 2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოსთან ექსპორტზე 2.293.000 დოლარის ღირებულების 4407 ტონა ცხოველების საკვები გავიდა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებლის ფაქტობრივად ანალოგიურია. რედაქტორი დღეს სწორედ ცხოველების საკვების მწარმოებელი კომპანია Nutrimax-ის მასპინძლობს, რომელმაც ბიზნესი 15 წლის წინ საქართველოში ფერმერული მეურნეობებისთვის ხარისხიანი კომბინირებული საკვების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად დაიწყო. კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი მიზანი ამ მიმართულებით არსებული დეფიციტის აღმოფხვრა იყო და ამ იდეით ვეტერინარებისა და კვების ტექნოლოგების კვალიფიციურმა ჯგუფმა ფერმის ცხოველების უნიკალურ საჭიროებებზე ზრუნვა 2009 წელს დაიწყო. Nutrimax-ში ცოდნას და თანამედროვე მიდგომებს დიდ ყურადღებას აქცევენ. ამიტომ 2013 წელს კომპანიამ კვების ტექნოლოგიის სფეროში ჰოლანდიურ კომპანიასთან თანამშრომლობა და ნიდერლანდებში თანამშრომლობის გადამზადება დაიწყო. კომპანიისთვის კიდევ ერთი საეტაპო წელი 2015 წელი იყო, როდესაც ადგილობრივად წარმოებული ცხოველების საკვები ქვეყნის საზღვრებს გასცდა და ექსპორტზე პირველად სომხეთში გავიდა. დღეს ექსპორტის გეოგრაფია ფართოა და 100-ზე მეტი პროდუქტი და 6 სხვადასხვა კატეგორიის ბრენდი საქართველოსთან ერთად სომხეთში, აზერბაიჯანში, უზბეკეთში, ყაზახეთსა და მოლდოვაშია ხელმისაწვდომი. დღეისთვის კომპანია ცხოველებისთვის კომბინირებულ საკვებს, როგორც ფერმერული მეურნეობისთვის, ასევე კომპანიონი ცხოველებისთვის, ანუ ძაღლებისა და კატებისთვის აწარმოებს. 2016 წელს გახსნილი წარმოების წლიური წარმადობა დაახლოებით 85,000 ტონაა, რასაც Nutrimax-ი ფერმერულ მეურნეობებს, ცხოველებისთვის და ფრინველებისთვის აწვდის. მეორე საწარმო კი 2023 წელს გაიხსნა და აქ წელიწადში ძაღლისა და კატისთვის განკუთვნილი 25,000 ტონა საკვები იწარმოება. Nutrimax-ში სჯერათ, რომ წინ ახალი შესაძლებლობებისთვის სავსე დიდი გზაა და ამ იდეით ბიზნესის განვითარებაზე მუშაობას აგრძელებენ. თუმცა ამის შესახებ დეტალურად ინფორმაციას რედაქტორის მაყურებელს ჩვენი სტუმარი Nutrimax-ის მმართველი პარტნიორი ბექა ბექაია გაუზიარებს. გამარჯობა ბატონო ბექა, ძალიან დიდი მადლობა, რომ დაგვითმეთ დრო და გვესწვეთ სტუდიაში. მოგესალმებით თქვენ და თქვენს მაყურებელს. ბატონ ბექა, აუცილებლად ვისაუბრებთ Nutrimax-ის განვითარებაზე და იმ ტენდენციებზე, რომელიც ამ მიმართულებით არის ინდუსტრიაში, თუმცა პირველ რიგში მინდა გკითხოთ ბიზნეს კლიმატზე, როგორც ვიცით ჩვენი ინფორმაციით, ბატონი ლევანი ბექხვაძე სტუმრობდა გადაცემას წერტილს და ვიცით, რომ BMG ინდექსზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და დაახლოებით გამოკითხვა დაწყებულია წევრი კომპანიების, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების და შედეგები ალბათ უკვე ივნისში გვეცოდინება. ალბათ თქვენც წევრი ხართ BMG-ს და მაინტერესებს როგორია უშუალოდ Nutrimax-ის განწყობა მეორე კვარტალისთვის. ვიცით, რომ პირველი კვარტალი შედარებით დატვირთული, პოლიტიკურად დატვირთული იყო და შეიცვალა თუ არა მდგომარეობა, როგორია განწყობა კომპანიაში. ხო, კვლევა ტარდება, როგორც ჩვენ ვიცით, იქიდან რომ მოგვივიდა და შევავსეთ ეს კითხვარი. იქ დიდი კითხვარია და ძალიან ბევრი კითხვა შიგნით გამიჭირდება ყველა
კითხვაზე ესე პასუხი, თუმცა ზოგადად რა ვიცი, ალბათ დაახლოებით ჩვენი კომპანიის მოლოდინები დაახლოებით იგივეა, რაც პირველ კვარტალში, განსაკუთრებულად არც ნეგატიურ რაღაც სცენარს ველოდებით, არც ძალიან პოზიტიურს, აი დაახლოებით შუაში ვართ. მე მახსოვს, რომ პირველი კვარტალის BAG ინდექსის შედეგების მიხედვით ყველაზე დიდი გამოწვევა ბიზნესისთვის იმ ეტაპისთვის, ძირითადი რაც გამოიკვეთა, იყო ლარის კურსი და კვალიფიციური მუშახელი. თუ რჩება ეს საკითხები დღის წესრიგში და თუ თქვენთვის რომელი გამოწვევა უფრო პრიორიტეტულია, ასე ვთქვათ, ამ ეტაპისთვის? რა აწუხებს ყველაზე მეტად ნუტრიმაქს ბიზნესის წარმოებისას? ხო, ლარის კურსად შეეხება, ხა ამ წუთას კი იცით, რომ სტაბილურია, ცოტათი გამყარდა, ჩვენთვის ახლა გამყარება თან კარგია, თან ცუდიც არის ექსპორტზე რამდენადაც მუშაობთ, ჩვენ უფრო არაკონკურენტ უნარიანები ხდებით, ანუ და გვიწევს მარჟების შემცირება. თუმცა სტაბილურობა მაინც კარგია, რა თქმა უნდა, როცა კურსის სტაბილურობას ინარჩუნებს. რაც შეეხება იმ კვლევაში არის მოლოდინებზე საუბარი, ანუ ბიზნეს როგორი მოლოდინი აქვს კურსთან დაკავშირებით და ეს სუბიექტური შეხედულება, ანუ შეიძლება ვიღაც ფიქრობდეს, რომ ვიღაცას კონდეს მოლოდინი და შეგრძნება, რომ კურსი გაუარესდება, ვიღაცა შეიძლება არ კონდეს, ამიტომ რთულია მოკლედ ამაზე აბსოლუტურად სუბიექტურია და მე მგონი არაფერს არ მისცემს ახლა სუბიექტური აზრის გადმოცემა ჩვენს მაყურებელს. გააჩნია როგორი სიტუაცია განვითარდება ქვეყანაში, ამაზე იქნება კურსიც დამოკიდებული. ჩვენ რაც გვაწუხებს ძირითადად საზოგადოებრივ რაც ხდება ახლა გარემო როგორიც არის პოლიტიკური, რა თქმა უნდა, ყველას აწუხებს, ჩვენს გვაწუხებს მათ შორის და ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ განიმუხტოს ეს სიტუაცია, ბუნებრივია ეს ყველას წაადგება, ქვეყანასაც და ბიზნესებსაც და ადამიანებსაც ყველას წაგვადგება ეს. საქართველოში მოქმედი ბიზნესის განწყობები ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გაიზომოს ბიზნესის კლიმატი, ხო, რამდენად მიმზიდველია ის და მით უმეტეს ინვესტორებისთვის. მე მახსოვს იმ პერიოდისთვის პირველ კვარტალში თქვენ საუბრებდით კონკრეტულად ნუტრიმაქსის შემთხვევაში შეჩერებულ ინვესტიციებზე, ჰოლანდიური ინვესტიცია მაქვს მხედველობაში. შეიცვალა თუ არა ამ მიმართულებით, როგორია განწყობები, ხომ არ გაუმჯობესდა ეს განწყობები უცხოელი ინვესტორების მხრიდან და ხომ არ დაიძრა ჰოლანდიური ინვესტიციის საკითხიც? არა, მაგ კუთხით არაფერი არ გაუმჯობესებულა, რა თქმა უნდა, ნუ ბუნებრივიც არის, ხა ისეთი ქვეყანაში ჯერ არაფერი შეცვლა, რომ ვიღაცის განწყობა შეიცვალოს და აქ რაღაცა რისკებში შემოვიდნენ, ინვესტიცია გააკეთონ, ბუნებრივია. თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ჰოლანდიელ პარტნიორებთან სხვა რეჟიმში მუშაობას, პარტნიორობას. წინა კვირასაც ჰქონდა ძალიან დიდი რეგიონალური ღონისძიება ჩავატარეთ თბილისში. 10-ზე მეტი ქვეყნიდან ყავდა. საგანმანათლებლო ღონისძიება იყო, როგორც ხო, ეს იყო მეფრინველობასთან დაკავშირებული სემინარი ორდღიანი, სადაც იყვნენ თვითონ ჩვენი ჰოლანდიელი პარტნიორების კლიენტები და ჩვენი კლიენტები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, ყირგიზეთიდან და თვითონ ტრენერები იყვნენ ჩამოსული ჰოლანდიიდან, ბელგიიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან, ბევრი ქვეყნიდან. და აი ესეთ რეჟიმში მუშაობთ. თუმცა რაც შეეხება ინვესტიციებს, რა თქმა უნდა, ჯერჯერობით არაფერი. როგორც ვახსენეთ, აუცილებლად ვისაუბრებთ ნუტრიმაქსის გეგმებზე, თუმცა მანამდე წარდგენით სიტყვაში მქონდა ნახსენები, სტატისტიკური მონაცემები და აღნიშნე, რომ უფრო მეტად საკვების მიმართულებით ვართ იმპორტდამოკიდებული ქვეყანა. როგორია ნუტრიმაქსის შემთხვევაში? მცირედ არის შემცირებული ცხოველთა კვების ექსპორტი საქართველოდან, ამ პროდუქტების ექსპორტი. ნუტრიმაქსის შემთხვევაში რა მაჩვენებლები გქონდათ 2024 წელს და როგორია ეს მაჩვენებლები 2025 წლის დასაწყისისთვის? ხო, ზუსტი რიცხვები არ მახსოვს ნამდვილად, თუმცა თქვენი რიცხვები მართალია. ექსპორტის მონაცემებში ძირითადად ალბათ 90%-ზე მეტი ჩვენი რიცხვებია და 2023-ში ნამდვილად ქონდა უფრო მეტი, ვიდრე 2024-ში. ახლა კონკრეტულად შეიძლება ეს ძალიან საინტერესო არ იყოს, ანუ მანდ აზერბაიჯანში ქონდა გარკვეული ექსპორტის მაღალი ციფრები 2023-ში, რომელიც შემცირდა 2024-ში. ეს რაღაც ისეთი განსაკუთრებული აქ არ ხდება, უბრალოდ ეს ისეთი პროდუქტია, რომელიც მყისიერად რეაგირებს ამ ნედლეულის ფასებზე, სად რომელ ქვეყანაში როგორი ფასებია, აი აქედან გამომდინარეა
ეს. დაახლოებით ექსპორტს რა წილი უკავია თვითონ თქვენს წარმოებაში? როგორც დავითვალეთ აი ახლა ეს რიცხვები ზუსტი იყო თუ არა, თუ გაუმჯობესებული გაქვთ წარმატობის მაჩვენებლები, ესეც გაგვიზიარეთ ეს ინფორმაციაც და რა წილი უკავია ექსპორტს აი ამ წარმატებაში სრულად? ჩვენ დაახლოებით ამ წუთას ალბათ 25-30%-ია ექსპორტი. დიახ. მთლიან გაყიდვებში და ნუ ვცდილობთ რომ ეს ბალანსი გავზარდოთ ექსპორტის სასარგებლოდ. ნუ ნაკლებად ანუ რაც შეიძლება ნაკლები წილი კონდეს საქართველოს ადგილობრივ გაყიდვებს. ამაზე მუშაობთ აქტიურად და ეს პროდუქტი ძირითადად ფერმერული მეურნეობისთვის წარმოებული პროდუქტია, ხო? ხო, არა მარტო. ანუ როგორც ფერმერული მეურნეობისთვის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ცხოველებისთვის, ასევე კომპანიონი ცხოველებისთვის. ჯამურად ვამბობ უფრო ამას. ევროკავშირის ევროგაერთიანების ქვეყნებში თქვენ ძირითადად ხართ სომხეთი, აზერბაიჯანი, ცენტრალური აზია და როგორც მახსოვს აფრიკის ევრაზიის თუ რა არა, ევროკავშირის მიმართულებით მიმყავს კითხვა. ძალიან ბევრისთვის ევროკავშირი კარგი გასაღების ბაზარია. თქვენ რა მნიშვნელობას ანიჭებთ ამ ბაზარზე თუ გაქვთ ინტერესი პირველ რიგში დაინტერესება ნუტრიმაქს იმისთვის რომ ნუტრიმაქსის წარმოება შევიდეს ევროკავშირის ბაზარზე და თუ კი როდისთვის შეიძლება ველოდეთ ნუტრიმაქსის გამოჩენას აი ევროპაში ზოგადად ევროკავშირის ბაზარი რა თქმა უნდა საინტერესო ალბათ ყველასთვის ჩვენთვისაც იმიტომ რომ არის დიდი ბაზარი და თან პრემიუმ ბაზარი ანუ ასე ვთქვათ კარგი გადამხდელი ბაზარი და ბუნებრივია მან შესვლა გვინდა ნამდვილად თუმცა ჩვენ ახლა ხო ფართო ასორტიმენტი გვაქვს პროდუქტების ამ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით კომპანიონი ცხოველების მიმართულებით უფრო მეტი შანსი გვაქვს კომპანიონი ცხოველების ამ ძაღლის და კატის კვების მიმართულებით და მან აქტიურად მუშაობთ. სხვადასხვა აი მაისში ამ თვეში გქონდა ბოლონიაში ტარდება ხოლმე ერთ-ერთი დიდი გამოფენა ძაღლზო მიმართულებით. ჩვენი სტენდი გქონდა წარმოდგენილი, საკმაოდ დიდი რესურსები ჩავდეთ და ესეთ აქტივობებს სულ ვაკეთებთ. და ეხლა მიდის აქტიურად მუშაობთ, მოკლედ პოტენციურ კლიენტებთან რომ იქნებ შევძლოთ აღმოსავლეთ ევროპის ნაწილში უფრო რუმინეთი, საბერძნეთი, ისრაელთანაც მუშაობთ, თუ არ არის ევროკავშირის წევრი. გვაქვს ეს აქტიური ამ ბაზრების მიმართულებით აპირებთ გაფართოებას ექსპორტის. გვინდა და რა ვიცი, ყველაფერს ვაკეთებთ და იმედი გვაქვს რომ რაღაცა გამოგვივა. შეიძლება ამ წელს გქონდეს ეს შედეგები? რა თქმა უნდა შეიძლება კი. ეხლა მე ზუსტად ვიცოდე კარგი იქნება, თუმცა თუ მოხდება ამ წელსაც შეიძლება თავისუფლად რომ მოხდეს. დაახლოებით რამდენი შეიძლება გაიზარდოს თქვენი ექსპორტი, აი თუ ამ ბაზრებს რაც დაასახელეთ აითვისებთ და ეს უზარმაზარი ბაზარია ევროკავშირის და მათ შორის რუმინეთს რო ახსენებ ან ბულგარეთს ან პოლონეთს ეს უზარმაზარი ბაზრებია, ანუ აი საქართველოზე 10-ჯერ მეტი მარტო ეს ქვეყნები. თუ მეტი კიდე შეიძლება. ამიტომ ჩვენ თუ მოვახერხეთ და მან ამ ბაზრებზე შევედით ჩვენი წარმოება ამას არ ეყოფა რა თქმა უნდა. და საჭირო გახდება კიდევ უფრო მეტად განვითარება და გაფართოება. რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, 15 წლის წინ, როდესაც იწყებდით ბიზნესს, მთავარი იყო რომ ხარისხიანი საკვები მიგაწოდებინათ ფერმერული მეურნეობებისთვის. მე უკვე განვითარდა ბიზნესი და შინაური ცხოველებისთვის, კომპანიონი ცხოველებისთვისაც დაიწყეთ საკვების წარმოება. შეძელით თუ არა, 15 წლის შემდეგ რომ შეგიძლიათ თუ არ თქვათ, შეძელით თუ არა ამ მიზნის მიღწევა, რამდენი პროცენტით და რამდენად ფარავთ ბაზარს, რა წილი გიკავიათ ბაზრის? შედეგები რო გითხრათ ასე ვთქვათ ამ 15 წლიანი. ხო, ეს 15 წელი რო შევაჯამოთ, პრინციპში, ნუ ბოლომდე კმაყოფილი რა თქმა უნდა ვერ ვიქნებით, ხო, ალბათ მეტი შეგვეძლო თავისთავად. თუმცა რო გადავხედავთ, ალბათ ძალიან ბევრი შევცვალეთ საქართველოს ბაზარზე. ძალიან ბევრი, იმიტომ რომ ჩვენ როცა შემოვედით ბაზარზე, აქ მარტო პროდუქცია არ იყო, ანუ ხარისხიან პროდუქცია არ არის საუბარი, ცოდნის დეფიციტი იყო ძალიან დიდი ფერმერებში. თვითონ როგორც ფერმის მენეჯმენტის, ასევე კვების ტექნოლოგიის კუთხით. და ჩვენ ძალიან დიდი რესურსი ჩავდეთ იმაში, რომ
წლები დავხარჯეთ იმისთვის, რომ შემოგვეტანა ცოდნა პირველ რიგში. რომელიც არის ერთ-ერთი გარანტია იმის წარმატების ფერმერისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ თანამშრომლობთ პარტნიორ ფერმერებთან და მათი ცოდნის გაუმჯობესებისთვის გარკვეულ გადამზადების კურსები გაქვთ თუ რა ტიპის თანამშრომლობაა ეს რო გითხრათ? ხო, აი მაგალითად წეღანაც რო ახსენე, მაგალითად ეს ახლა ის იყო რეგიონალური ღონისძიება იყო და ბევრი ქვეყნიდან იყვნენ, თუმცა ანალოგიურ ღონისძიებებს ჩვენ ვაკეთებთ ქართული ფერმერებისთვის, მათ შორის მცირე ფერმერებისთვის რეგიონალურ დონეზე, აი თქვა, არ ვიცი, იმერეთში, აჭარაში, კახეთში და ასე შემდეგ. ჩვენ ყავს ჩვენი თანამშრომლები არიან სპეციალისტები, რომლებიც ერკვევიან ვეტერინარიაში, ფერმის მენეჯმენტში, კვების ტექნოლოგიაში და ეს ხალხი ყოველდღიურ რეჟიმში არიან კონტაქტზე ფერმერებთან. და რეალურად ცოდნაც აი ამ სხვადასხვა გზებით ვრცელდება ჩვენი სოციალური არხებით მათ შორის სხვადასხვა ხო აი რამდენად შეძელით, აი რა ბაზრის დაახლოებით რამდენ პროცენტს ფარავთ, ასე ვთქვათ, ჩვენ ვიცით, რომ ადგილობრივ ბაზარზე იმპორტირებული პროდუქტიც არის, ამ მიმართულებით ეს თქვენ უნდა გითხრათ, რამდენად ჭარბად არის და რამდენად ახერხებთ აი კონკურენციის გაწევას. ეს მაჩვენებლებიც თუ გექნებათ პროცენტული რიცხვები ჩვენთან უკეთ სტატისტიკა ამ კუთხით არ არის ისეთი სწორი. იმიტომ რომ არსებობს ორგანიზებული და არაორგანიზებული სოფლის მეურნეობა. ანუ ჩვენ ვიცით რომ სოფლებში ყველას ყავს თქვა ერთი ძროხა, ორი ძროხა, სამი ღორი, 10 ქათამი და ასე შემდეგ. ამის სტატისტიკა, მოკლედ ეს ზუსტი ციფრები არ არის. და მათ შორის კვებაც მათი არ არის ორგანიზებული. ანუ აი რა პროდუქციას ჩვენ თავაზობთ, ნაკლები პოპულარობით სარგებლობს შედარებით აი ესეთ სეგმენტზე, იმიტომ რომ იქ არის ბალახი, მინდორი, ანუ ექსტენსიური მეურნეობებია და არა ინტენსიური თანამედროვე ტიპის. თუმცა ესეც თუ ამას ბაზრად ჩავთვლით, ну მაშინ ჩვენი წილი შედარებით დაბალი იქნება. თუმცა ორგანიზებული ბაზრის, ну თუმცა ჩვენ სიმართლეთან წილებით არ ვითვლით რა, ჩვენ უყურებთ რა ღირებულებას ქნით ზოგადად რა ფერმერებისთვის და ვცდილობთ რომ მუდმივად ვიყოთ იმ დონეზე, ჩვენი ცოდნა განვივითაროთ, ტექნოლოგიები განვივითაროთ და ფერმერებს შევთავაზოთ შესაბამისი პროდუქტი. თან ჩვენი პროდუქტი არ ითვლება ბაზარზე იაფ პროდუქტად, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან დიდ რესურსებს ვდებთ ხარისხის კონტროლში, აი ნედლეული მაგალითად ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა. თქვენ კი ამბობთ, რომ იმპორტი და ადგილობრივი წარმოებული საკვებს ვადარებთ ერთმანეთს, მაგრამ ადგილობრივი წარმოებული პროდუქტიც ეს ნედლეული თითქმის 90% არის იმპორტირებული. საიდან შემოგაქვთ აი ნედლეული და ჩვენ სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოგაქვთ ჩვენ თვითონ. ევროკავშირიდანაც შემოგაქვს არის გარკვეული პროდუქტები, შემოგაქვს უკრაინიდან, თუმცა მარცვლეულს რასაც ჩვენ ხმარობთ ეს ძირითადად ამის წარმომავლობა რუსულია, ხო ისევე როგორც ჩვენ პულს რასაც მივირთმევთ ეს ხორბალი. ხო, ყაზახეთიდან ხორბლის შემოტანა ეგეც სულტირების დახმარებით კი ყაზახური მხარის. ჩვენ ჯერჯერობით არ მოგვიხმარია. თუმცა ალბათ 90%-ზე მეტი ეს არის რუსული წარმოშობის. არის ხარისხის პრობლემები, არის მათ შორის ხო აი კონკურენტუნარიანობაზე იქ არის რეგულაციები, ანუ რუსეთს თავის მხრივ აქვს რეგულაციები და ჩვენს სახელმწიფოს ჩვენი რეგულაციები გვაქვს, აი მაგალითად იბეგრება ჩვენ რაც გვაღელვებს მაგალითად კატო არის ერთ-ერთი ნედლეულია ჩვენთვის, მაგრამ ჩვენთან რო გადმოდის ეს და ფქვილთან ერთად დამატებით იბეგრება კატოც, რომელიც აძვირებს ჩვენ პროდუქციას და ეს გაძვირებული პროდუქცია. ანუ თქვენთვის ამ ბაჟმა, რომელიც საპირწონედ დაწეს და რუსული ხორბლის რუსეთიდან ექსპორტზე დაწესებული ბაჟის საპირწონედ დაწეს და იქონია გავლენა უშუალოდ პროდუქტის თვითღირებულებაზე, ხო? რა თქმა უნდა მოქმედებს მონებრივია, იმიტომ რომ ძვირდება პროდუქტი. იმიტომ რომ ჩვენ ალტერნატივა აქვს ადგილობრივი კატო უნდა ვიყიდოთ ან იმპორტირებული, როდესაც იმპორტირებული ძვირდება, ეს იმისთვის კეთდება, რომ ადგილობრივი კატო გაძვირდეს, ხო და თქვა წისქვილებმა ძვირად გაყიდონ და ჩვენ რა თქმა უნდა მე გვიწევს ამის ძვირად შეძენა და აი თქვენ წარმოგიდგენთ საქართველოს თავი გავანებოთ ექსპორტზე როცა მუშაობთ ჩვენს კონკურენტუნარიანობას ეს პირდაპირ უტყავს, ხო? ანუ შემოგვაქვს ნედლეული, აქ გადამუშავებას ვახდენთ და გაგვაქვს გაძვირებული. ну, აი მაგათ აი ესეთი
გამოწვევებია ამ სფეროში. ამიტომ ცოტა ამის დათვლა, ექსპორტი, იმპორტი, ადგილობრივი წარმოება, ხო, იმიტომ რომ ეს ცოტა გლობალური რაღაც კომპლექსურია, ხო, ნედლეული შემოდის გარედან, აქ მუშავდება, რაღაცა გადის, რაღაცა შემოდის. როგორ ახერხებთ აი ამ გამოწვევების დაძლევას? თქვენ ახსენეთ, რომ იმპორტი ხარისხი უნდა დაიცვათ და ამავე დროს აწარმოოთ პროდუქტი, რომელიც იქნება ხარისხიანი, ხელმისაწვდომი ბაზრისთვის, გათვლილი არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ ექსპორტზეც, ხო? როგორ ახერხებთ აი ამ ბიზნესის, უშუალოდ ბიზნესის წარმოებისას არსებული სირთულეების გადალახვას? ხო, ძირითადი ალბათ რაზეც ვდგავართ ამ კუთხით არის სტაბილური ხარისხი, იმიტომ რომ ნუ ყველა სფეროში და მათ შორის ამ სფეროში, კვების სფეროში ძალიან კრიტიკული არის სტაბილური ხარისხის შენარჩუნება, რაც ბევრ კომპანიას უჭირს. ანუ შენ კლიენტს უნდა შესთავაზო სტაბილურად, ის უნდა იყოს დარწმუნებული, რომ იღებს მუდმივად გარანტირებული ხარისხის პროდუქციას, რომელსაც აჭმევს მერე თავის ცხოველს. ჩვენ ამისთვის ძალიან ამაში დიდ რესურსს ვსდებთ და ძალიან კარგად გვესმის, რომ ჩვენი კომპანია ამაზე დგას და აი რაღაცნაირად მოკლედ ალბათ აი ესე ვახერხებთ, რომ იმაზე ვიყოთ, ზედაპირზე ვიყოთ და კონკურენტუნარიანობა შევინარჩუნოთ. კონკურენტუნარიანობაზე საუბრისას და წეგან თქვენც აღნიშნეთ, რომ საიმპორტო ბაჟის დაწესება მქატოზე და ქვილზე თქვენი პროდუქტის ქვილზე არა, ქვილს არ მოიყვართ ქატოზე. ქატო და ქერიც შორის. ანუ ქატოც და ქერიც იბეგრება 200 ლარიანი გადასახადით 1 ტონას. გაზარდა თქვენი პროდუქტის თვითღირებულებაში იქონია გავლენა, ხო? დაახლოებით აი წელს თუ შეგიძლიათ, როგორ შეიცვალა საფასო პოლიტიკა, როგორ დგება ზოგადად ცხოველების საკვების წარმოებაში ფასი და რა ახდენს გავლენას? რამდენი შეიცვალა აი ესეც თუ შეგიძლიათ, რომ გაგვიზიაროთ ეს ინფორმაცია? ზოგადად ეს ფასებიც დამოკიდებულია ნედლეულზე და ნედლეული დამოკიდებულია საერთაშორისო ბაზარზე და საერთაშორისო სიტუაციაზე. ეს სეზონი, ანუ სეზონი ესე ზაფხულიდან ზაფხულამდე არის, ძირითადად მარცვლეული სეზონი. ეს სეზონი ბოლო წელი, აი ხა ახალი სეზონის მოლოდინი ახლა არის, არ იყო ძალიან კარგი, ანუ უკვე შემოდგომიდან ფასების და დაიწყო. და ჩვენ პრინციპში აი ახლა მოგვიწია ფასების, ნუ ვინარჩუნებდით მაქსიმალურად, რომ კლიენტისთვის კომფორტი შეგვექმნა და რა სტაბილურობის განცდა შეგვექმნა, თუმცა აი ახლა ბოლო ორჯერ მოგვიწია ამ გაზაფხულზე გაზდა, იმიტომ რომ ძალიან გაიზარდა ნედლეულის ფასები, ალბათ ჯამში ალბათ 5-10%-ით დაახლოებით. ეს როგორც შინაური ცხოველ კატესა და ძაღლის საკვებზე ასევე სასოფლო სამეურნეოზე უფრო ცოტა ადრე და აი ამ ბოლოს მოგვიწია, მე მგონი 1-2 კვირის წინ მოგვიწია ალბათ 5, ხო აი ანალოგიურად 5-10%-ამდე და თუმცა მოთხოვნა სტაბილურად არის და მომხმარებელი არის ჯერჯერობით არის, რა ვიცი, ხა ამ ჩვენც ხო გვჭირდება შესაბამისი ამ და ეს ესმით ალბათ კლიენტებს. ჩვენც გვჭირდება განვითარება, არსებობა და ისევ მათთვის ქმნით ღირებულებას და ალბათ გვიგებენ ამას. ჩვენი მოხმარებლები. ბატონ ბექა, საექსპორტო ბაზრებზე საუბრისას თქვენ ახსენეთ, რომ მუშაობთ ახალი ბაზრების ათვისებაზე და იმ შემთხვევაში თუ ყველა მიმართულებით წარმატებით და გისურვებთ, რომ წარმატებით დასრულდეს ეს სამუშაო პროცესი, ეს წარმადობები არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ დააკმაყოფილოთ იმ ბაზრებსა და ადგილობრივ ბაზარზე არსებული მოთხოვნა. ხომ არ იგეგმება კონკრეტული პროექტები პირველ რიგში ქვეყნის შიგნით, ხომ არ აპირებთ გეგმაში 2025 წელს თუ არა, მომდევნო წლებში ან 5 წლიან პერიოდში რა კონკრეტული გეგმები გაქვთ წარმოების განვითარების და გაფართოების? საქართველოში ჯერჯერობით არ გვაქვს გეგმები, კონკრეტული არ გვაქვს, რა თქმა უნდა. საქართველოს ერთი ნუ ის თავისებურება აქვს, რომ ნუ ბაზარი პატარა არის და ესე ბიზნესისთვის საინტერესო, თან ცოტა მასშტაბური ბიზნესისთვის საინტერესო ნაკლებად არის. თუ ამას დავუმატებთ, რომ კიდევ რაღაცა სხვა ფაქტორები ემატება, ანუ პოლიტიკური არასტაბილურობა, ზოგადი განწყობა, იქ გვიწევს რაღაც თანამშრომლებზე ზრუნვა, რომ არ გაიქცნენ საზღვარგარეთ პირით შევინარჩუნოთ რაღაცნაირად. ნუ აი საქართველოს ეს მოცემულობა აქვს. ანუ საქართველოში დიდი ბაზარი იყოს, რა თქმა უნდა, უფრო თამამად გადადგამ რაღაც ნაბიჯს. თუმცა, ნუ მოკლედ ნაკლებად პრიორიტეტულია
ამ წუთას. ჩვენ უფრო ვცდილობთ ახლა რომ ქვეყნის გარეთ შექმნათ ღირებულება, იმიტომ რომ მთელი ამ წლების დაგროვილი ჩვენი ცოდნა, გამოცდილება, ურთიერთობები გვაძლევს ამის საშუალებას, რომ სხვაგან ვცადოთ, მოკლედ, გავძლიერდეთ და ნუ ეს რა თქმა უნდა საქართველოსაც დაეხმარება ჩვენ თუ სხვაგან გავძლიერდებით. ეს კურსი მიმართულია ცენტრალური აზიისკენ, ჩვენ გქონდა მანამდე თქვენთან წლის დასაწყისშიც საუბარი და თქვენ გაგვიზიარეთ, რომ ყაზახეთში აპირებს ნუტრიმაქსი წარმომადგენლობის გახსნას. რა ეტაპზეა ეს პროექტი და გეგმა და მაინტერესებს უფრო დეტალურად რას მოიცავს? ეს არის უბრალოდ წარმოება, რომელიც გაყიდის საქართველოში ნაწარმოებ პროდუქტს თუ იქაც წარმოების ამოქმედება იგეგმება? შეიძლება თავდაპირველად რაღაც საწყის ეტაპზე მცირე, თუმცა მაინც. ხო. მან ორივე მიმართულებით ვფიქრობთ ყაზახეთში პირველ რიგში. როგორც ჩვენი აქ წარმოებული პროდუქტების რეალიზაციის უფრო გააქტიურებას, ასევე წარმოებასაც. თუმცა წარმოებასაც შეეხება, არის ერთი რომ ჩვენ ეხლა დავიწყოთ რაღაც პროექტი საწარმო შექმნათ, არის მეორე ვარიანტი რომ უკვე რაღაც არსებულ მოქმედ წარმოებებთან რაღაც ის გავაკეთოთ კოლაბორაცია. ამიტომ ორივე მიმართულებით თუნდაც მუშაობთ და ვფიქრობთ და ვნახოთ რა გამოგვივა. აუცილებლად გაგიზიარებთ სიახლეებით. როდესაც შეიძლება ამ სიახლეს ველოდოთ? მე ვფიქრობ ზაფხულის ბოლოს ჩვენ რაღაცა ის გვექნება. შედეგები გეკნებათ. რომელ ბაზრებს დაფარავთ ყაზახეთიდან? ხო, ცენტრალურ აზიაში წარმომადგენლობის გახსნა ნიშნავს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას კომპანიისთვის, ხო? იქ საინტერესო ბაზრები არის უზბეკეთი, რომელიც დიდი ბაზარია, ცოტა თავისებური ჩვენი კუთხით რაღაც თავისებურებები გააჩნია, თუმცა დიდი ბაზარია, მზარდია და პერსპექტიულია. არის კიდე ყირგიზეთი ასევე საინტერესო ბაზარი ძირითადად. სხვაგანაც ხომ არის გეკნები? კი, ცენტრალურ აზიას თუ ამოვთ, იქ ჩინეთიც იქვია, დასავლეთ ჩინეთი იქვია არის და მოკლედ სამუშაო გვაქვს. ბაზარზე ჩვენ შეცვლოს თავარია სპეციფიკასთან ჩვენ არის. გვინდა რომ ჩვენი კომპანია გახდეს უფრო მეტად მულტინაციონალური რაღაცნაირად, საერთაშორისო კიდე უფრო ეს ამას გვინდა რომ მივახციოთ და მე ალბათ უფრო მეტი ტემპით წავალთ წინ და ყაზახეთის აი ეს შემთხვევა და რაც გვინდა რომ ყაზახეთში გავაკეთოთ, აი ამას ხელ შეუწყობს, რომ ჩვენ კიდე უფრო მეტად საერთაშორისო კომპანია გავხდეთ. ყაზახეთის შემდეგ ხომ არის კიდევ რომელიმე ქვეყანა, სადაც წარმომადგენლობის გახსნას განიხილავთ? თავში გვაქვს, ანუ უზბეკეთშიც გვინდა ცალკე გახსნა, ასევე შეიძლება მოლდოვაში ვფიქრობთ ასევე, თუმცა ჯერჯერობით ყაზახეთზე ვართ ფოკუსირებული. რატო აირჩიეთ აი კონკრეტულად ყაზახეთი? ვიცით რომ ექსპორტი აქამდე გქონდათ, როგორც იცი უზბეკეთშიც და ყაზახეთშიც. კი. გვეულად, კი. და აი ეხლა წარმომადგენლობის გახსნა რას უკავშირდება მესმის საერთაშორისო სახელი? ერთის მხრივ არ ვიყავით კმაყოფილი გაყიდვებით არსებული პარტნიორი და მეორეს მხრივ თქვით რომ ჩვენ ანუ იქაური პარტნიორების იმედად ყოფნა ერთია, მაგრამ არის შენ თვითონ რომ მიდიხარ და ოპერირებ სხვა ქვეყანაში, ეს სულ სხვა გამოცდილება, ვიდრე აქ რო ხარ და აქედან უბრალოდ ექსპორტს აკეთებ. მეორეა რომ სულ სხვა გარემოში, სხვა რეგულაციებში, აი აქ რო ახერხებ შენი ადგილის მონახვას, ეს სულ სხვა გამოცდილებას იძლევა. აი ამას გულისხმობს და საერთაშორისო კომპანიის ჩვენ როგორც არა მხოლოდ ქართული ლოკალური კომპანია, არამედ გვინდა ვიყოთ უფრო ფართო, სხვადასხვა მულტინაციონალური, მულტიკულტურული, მათ შორის აი ესეთ კომპანიები ძალიან კარგი, იმედი მაქვს მალე მოგილოცავთ წარმომადგენლობის გახსნას და ბოლო კითხვა მექნება, როგორია 2025 წლის მოლოდინები, იმის გათვალისწინებით, რაც იყო, ვთქვათ, როგორი განწყობებიც არის ბიზნესში, იმის გათვალისწინებით, რა ტენდენციებიც არის ბაზარზე, იგივე ნედლეულის მხრივ წარმოებაში არსებული სირთულეები, რაც არის კადრების გადინება, ახსენეთ, რომ ბიზნესს უწევს ამ კადრების შენარჩუნება, ხო, ყველაფერი ახდენს გავლენას ბიზნესზე. როგორია 2025 წლის სტრატეგია კომპანიის და როგორია მოლოდინი ამავე დროს? ხო, კადრების გადინებას რაც შეეხება, ჩვენ ყველაფერს მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი კადრები და დავარწმუნოთ ისინი, რომ საქართველოში ნუტრიმაქსში არის ის ადგილი, სადაც ისინი შეძლებენ განვითარებას და არსად წასვლა არ დაჭირდებათ. დაახლოებით 200-მდე.
200-მდე და თვითონ გადიან გადამზადებას ალბათ ხო და კი, ეტაპობრივად. რა ვიცი, კი, სხვადასხვა მიმართულებით. ის პროცესები რა ჩვენთან მიდის, ეს ისედაც გადამზადებაა ყოველდღიურად რა, იმიტომ რომ სულ გამოწვევებია და სულ ამ სამუშაო პროცესები ძალიან ისეთი გვაქვს დინამიური და აქტიური და მჩქეფარი. როგორი ზრდით აპირებთ ჯერ წლის ნახევარიც არ არის გასული, თუმცა მაინც გეგმა როგორია დახურვას არ ვიცი, წლევანდელი წელი შეიძლება ძალიან რაღაც სუპერ შედეგები არ გქონდეს იმაში თუ ესე რიცხვები თუ გავზომოთ, მაგრამ ნუ მაგი ვახსენე რომ ჩვენ ესე რიცხვებით მაინც ვცდილობთ რომ არ გავზომოთ. კი, არის ინდიკატორი რიცხვები შენ წარმატების, თუმცა ესე ვთქვათ ჩვენ ძალიან დიდ გამოცდილებას ვიღებთ და ადამიანები ძალიან ძლიერდებიან და ეს არის ჩვენი ზრდა, რომელიც შემდეგში მოიტანს აუცილებლად შედეგებს. თუ საერთაშორისო ასპარეზზე სადაც გაცილებით მეტი გასახანია და უკუგება, ჩადებული ენერგიის უკუგება დიდ ბაზარზე გაცილებით უფრო იოლია. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ გაგვიზიარეთ თქვენი სიახლეები, თქვენი გეგმები, წარმატებებს გისურვებთ, რა თქმა უნდა და იმედია მალე ვიხილავთ ნუტრიმაქსის სიახლეს იმის შესახებ, რომ ყაზახეთში გახსენით თქვენი წარმომადგენლობა. ძალიან დიდი მადლობა დროისთვის და მობრძანებისთვის სტუდიაში. მადლობა თქვენ უწევისთვის. რედაქტორი ამით დასრულებულია ჩვენ მომდევნო ხუთშაბათამდე გემშვიდობებით.